საქართველოს მასშტაბით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე საგაზაფხულო მიღება დაიწყო. რეგისტრაცია 20 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. სწავლა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებსა და ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიებზე ისაუბრებს კოლეჯის სპექტრის დირექტორი მათე ტაკიძე. დილამშვიდობისა მოგესალმებით. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ვიდრე ვისაუბრებდით რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ძალიან საინტერესო იქნება ალბათ ყველასთვის, ჩვენი მაყურებლებისთვის, სრულიად საქართველოსთვის. ვახსენოთ და ვუთხრათ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად პროფესიებზე. რა შეიძლება ითქვას, რომელი ეს პროფესიები და რატომ კონკრეტულად ის პროფესიები, ახლა რომლებზეც თქვენ ისაუბრებთ და ჩამოთვლით. სიამოვნებით მე თუმეტეს დღეს საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის და ბაზარზე არის დეფიციტი, ანუ დღეს რო გადავხედოთ ქართული შრომის ბაზარს, გადავხედოთ ბიზნეს მოთხოვნებს და ეკონომიკის, ესე ვთქვათ, ჩართულობას ზოგადად ამ ბიზნესის სფეროში, გეტყვით რომ მოთხოვნა დღე იზრდება და მოთხოვნა და მიწოდება შორის არის გარკვეული ტიპის დისბალანსი, ჩვენ მივუხედავთ იმისა, რომ ძალიან ბევრ კადრს ვამზადებთ, გვჭირდება გაცილებით მეტი რაოდენობრივად კვალიფიციური კადრები, რათა მივაწოდოთ ბაზარს და საზოგადოებას თვითონ რომელთა მოთხოვნა არის, რომ ჩვენ კიდევ გავზარდოთ ეს გადამზადების კურსები და რაოდენობრივობა გამომდინარე აქედან მინდა გითხრათ, რომ მოთხოვნა გაზრდილია, შესაბამისად არის სხვადასხვა სფეროები და მე ჩამოვთვლი იმ სექტორებს, სადაც ამის მოთხოვნა იზრდება. პირველი სამშენებლო სფერო, სამშენებლო ბაზარი იმდენად დიდი მოთხოვნის სფერო გახლავთ, რომ აქ პრაქტიკულად ვერ აუდივართ მოთხოვნას ქართული ბიზნესის ჩართულობიდან გამომდინარე, საკმაოდ დიდი არის მათი რიგი, ეს ზოგადად სამშენებლო ბიზნესი ჩაშლილი არის და შემიძლია ვთქვა, რომ დაახლოებით 30-ზე მეტი მიმართულების სხვადასხვა პროფესია გახლავთ და ყველა ამ პროფესიაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი გახლავთ. შემდეგ სექტორების მიხედვით ჩვენ თუ ამას დავყოფთ, რა თქმა უნდა, ტურიზმის სფერო გახლავთ, საექნო მიმართულება, IT ინჟინერია, ავტოინჟინერია, სოფლის მეურნეობა, სადაც ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით დიდი ინვესტიციები ჩაიდო და შესაბამისად სოფლის მეურნეობაში ჭირდება ესევე კვალიფიციური კადრები და ეს მინდა მოსახლეობას ვაუწყო და ვუთხრა, რომ საქართველოს ყველა კუთხეში გეოგრაფიული დაფარვა პროფესიული განათლების მიმართულებით არის ძალიან მაღალი. დღეს არ არსებობს ესეთი ქალაქი, ესეთი რეგიონი, სადაც არ იყოს მაღალი დონის კოლეჯი. საქართველოს პროფესიული განათლების სისტემა დღეს პასუხობს იმ გამოწვევებს და მოთხოვნებს, რომელიც საჭიროა კვალიფიციური კადრებისთვის და განსაკუთრებით პასუხობს ბიზნეს მოთხოვნილებას, რომ მოუმზადოთ მაღალხარისხიანი კვალიფიციური კადრები, რომლებიც დასაქმდებიან კონკრეტულად ამ თუ იმ ბიზნესში, ამ თუ იმ სექტორში და როგორც გითხარით, ჩამონათვალი საკმაოდ ფართო არის, ძალიან დიდი არის, მრავალფეროვნება არის და ყველა გემოვნების ადამიანს ზალოთ შეერჩოს ის კონკრეტული პროფესია, რომელიც მას ჭირდება თავისი განვითარებისთვის და კიდევ ორი საინტერესო თემა გახლავთ ბაზარზე. პირველი ისო ჩვენ გრძელვადიანი პროგრამები გამოვაცხადეთ 28 აპრილს და 20 მაისამდე გრძელდება შესაბამისად მიღება ამ თემას და მინდა მოსახლეობას რომ აქ სამი მიმართულება გახლავთ რეფორმიდან გამომდინარე. პირველი ის აქ არის ინტეგრირებული სწავლება, სადაც საბაზო განათლების კურსდამთავრებულს შეუძლია მოვიდეს ჩვენთან, ისწავლოს, მიიღოს პროფესიული განათლება და პარალელურად გაახდეს საშუალო სკოლის ატესტატის ფლობელი, ანუ ორივეს ერთდროულად დამთავრებს. მეორე მოდულარული სწავლება, სადაც ყველა მოდულს სწავლობს, რომელიც საჭიროა მისი განვითარებისთვის და არის დუალური განათლების სისტემა, სადაც რომაც დაფუძნებული სწავლება გახლავთ. ეს არის გერმანული მოდელი, რომელმაც გაამართლა და შესაბამისად ძალიან ბევრი ბიზნესი შემოდის ჩვენთან, რომ ითანამშრომლობს ამ კონკრეტული მიმართულებით. ხოლო მეორე თემა, რომელიც არის ძალიან საინტერესო და ეს იყო პირდაპირ ბიზნესის მოთხოვნილება და სახელმწიფო ამაში მათ დაეხმარა, იმიტომ რომ თავარი დონორი აქ არის სახელმწიფო, მოკლევადიანი მომზადება გადამზადების კურსები, სადაც ერთ მოდულში კომპანიის დაკვეთით, კომპანიასთან ერთად შემუშავებული პროგრამებით, ანუ პროგრამა მუშავდება, გადის ვალიდაციას ბიზნესთან და ამის შემდგომ გავდივართ სახელმწიფო ავტორიზაციას. ჩვენ გამოვაცხადეთ ესეთი ძალიან ბევრი კურსი და მინდა გითხრათ, რომ დასრულების მოთხოვნა არის ძალიან მაღალი, იმიტომ რომ როცა ადამიანები გახლავთ უკვე საშუალო ასაკის, მათ უნდა მიცეს საშუალება მოერგონ ამ სიტუაციას, თან გახდნენ პროფესიონალები, ისწავლონ კონკრეტული პროფესია, შემდეგ წარმატებით დასაქმდნენ და პარალელურად ისე არ უნდა შექმნა გარემო, რომ მათ გაუჭირდეთ სალექციო საათების მოსმენა, გაუჭირდეთ ის, რომ მათ კონდეთ საშუალება კონკრეტული მიმართულებით პროფესიონალური უნარების მიღების, შესაბამისად ჩვენ ეს ისე
დაავაკეთეთ და ისე ჩამოვყალიბდით, რომ ამის საშუალება მივეცეთ მოსახლეობას. ამიტომ ეს ძალიან საინტერესო პროცესები მიმდინარეობს საქართველოში და კიდევ ერთხელ მინდა ყველას თქვენი ეთერის საშუალებით ვაუწყო და უთხრა, რომ მათ შეუძლიათ მოვიდნენ არა მარტო დედაქალაქში, არამედ საქართველოს ყველა რეგიონში ბევრი პროფესიული კოლეჯი არსებობს, სადაც არის კარგი ლაბორატორიები, კარგად აღჭურვილი გარემო, კარგად გაკეთებული პროგრამები, ბიზნესთან შეთანხმებული და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული და ეს ყველაფერი ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ამიტომ იჩქარონ, მოვიდნენ და ჩვენ მზადა ვართ, რომ მათ მივიცეთ ის განათლება, რომელიც საჭირო მათი განათლებისთვის, მათი განვითარებისთვის და მათი ხვალინდელი კეთილდღეობისთვის. რაც შეეხება მიღებას, როგორც ვიცით, არის როგორც საგაზაფხულო, ასევე საშემოდგომო ორი მიღება გახლავთ, საგაზაფხულო და შემოდგომადაც არის ხოლმე ძალიან ბევრი, გარდა ეს არის გრძელვადიანი პროგრამები, ძალიან მარტივად ხდება, შეუძლიათ კოლეჯში მოუსვლელად ონლაინ დარეგისტრირება და VT მისჯეზე შეუძლია შევიდნენ ამ გვერდზე, სადაც ძალუც მათ, რომ შეუძლიათ შეერჩონ სასურველი კოლეჯი, სასურველი პროფესია ონლაინ დარეგისტრირდა და შემდეგ მათ უკავშირდება უკვე კოლეჯის წარმომადგენლები, ეუბნებიან, როდის უნდა მივიდნენ კოლეჯში, იქნება ტესტირება თუ იქნება გასაუბრება, რომელიც ესევე ძალიან გამარტივებული გახლავთ და შესაბამისად შემდეგ უკვე, როდესაც მოხდება დოკუმენტების რანჟირება და ჩაირიცხებიან კოლეჯებში, უკვე იწყება სწავლება. ეს არის გრძელვადიან პროგრამაზე, ანუ ეხლა იწყება საგაზაფხულო მიღება, შემდეგ დავიწყებთ საშემოდგომო მიღებას, ხოლო რაც შეეხება მოკლევადიან პროგრამებს, ჩვენ ამას მუდმივად ვაცხადეთ, მუდმივად გვაქვს აპელირებული, რომ გამომდინარე ბიზნეს მოთხოვნებიდან ბევრი პროგრამები განვახორციელოთ. ეხლა მაგალითად თბილისის მერიის პროგრამები დავიწყოთ საკმაოდ დიდ რაოდენობაზე და უკვე დაიწყო მომზადების ეტაპი. ეხლა ვაპირებთ მომზადება გადამზადების სახელმწიფო სასერტიფიკატო კურსების პროგრამების გამოცხადებას. ეს ხდება პარალელ რეჟიმში. ამიტომ არჩევანი საკმაოდ დიდი არის, რაოდენობა ადგილების საკმაოდ ბევრია გამოყოფილი და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მოგუმართოს და როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი გაფინანსებული. ასე კი არის. გრძელვადიანი საბაზრო განათლების კურსდამთავრებულიდან დაწყებული, ანუ შეუძლია საბაზრო კურსდამთავრებულს ჩააბაროს პროფესიული კოლეჯში, ზევით ეს ზღვარი არ არის დადგენილი, ნებისმიერი ასაკის ადამიანს თუ მას ძალოს და უნდა რომ პროფესია შეიცვალოს, ატომაც არა, ხოლო რაც შეეხება მოკლევადიან პროგრამებს, მხოლოდ აქ იქნება საშუალო განათლების კურსდამთავრებულს, ანუ დასრულს შეუძლია მოვიდეს, ჩააბაროს და შემდგომ დამთავრების შემდეგ ჩვენ მათ ვეხმარებით, ეს არ არის მხოლოდ როცა ამთავრებენ და ჩვენ ვემშვიდობებით ეგრე არ ხდება, ჩვენ მათ შუამდგომლობას უწევთ ბიზნესთან და შემდგომ ამისა ვადევნებთ თვალყურს როგორც გრძელვადიან კურსდამთავრებულებს, ესევე მოკლევადიანებს და ყოველ 6 თვეში ერთხელ ტარდება მათთან გასაუბრება, ბიზნესის კუთხიდან როგორ ხდება ბატონო მათიან თვითონ მოგმართავენ რომ კადრები ჭირდებათ თუ თქვენ კონკრეტულად თქვათ ან წარჩინებულები ასე ვთქვათ ვინც არიან მათ რეზიუმეს უგზავნით და არა მხოლოდ უგზავნით, არამედ სწავლების პროცესში უამრავი ბიზნესი მოდის და ეს ჩართულობა საკმაოდ მაღალი გახდა და მინდა გითხრათ რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიზნესის ჩართულობა იმდენად გამოხატულია და იმდენად მნიშვნელოვანი რომ უამრავი ინვესტიცია იდება კოლეჯებში განვითარებისთვის, როგორც დონორებიდან, ესევე კერძო ბიზნესიდან, მე გეტყვით, რომ სპექტრის მაგალითზე, ეხლა მაგალითად ერთ ძალიან დიდ პროექტს ვიწყებთ, რომელიც მიმართულია მასიური ხის წარმოების, ავეჯის კონსტრუირების და დურგლის განვითარების ჰაბი იქნება კოლეჯში, რომელიც ძირითადი დამფინანსებელი არის კერძო სექტორი. ისინი აპირებენ, რომ შემოვიტანონ საკმაოდ სერიოზული ინვესტიცია. ჩვენ წყლის მიმართულებით, ჰიდროს მიმართულებით, რაც კი შეეხება წყალს, ეს არის წყალმომარაგება, წყალარინება, თუ ეს იქნება დავუშვათ სანტექნიკის მიმართულება, კომპანია მაგალითად 5 მილიონის ინვესტიცია განახორციელა სოციალური პროექტი და შემიძლია თამამოვთქვა და ეს არ არის რეკლამა მათი მხრიდან, ასე ვთქვათ, იგივე ევრომასტერი, ეხლა კომპანია საკაბელი იწყებს ისევე ინვესტიციის ახალ მიმართულებას კოლეჯში და 15 ბრენდირებული ლაბორატორია აქვს კოლეჯში. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ კომპანიებმა საკუთარი ინვესტიციები შემოიტანეს კოლეჯში, შექმნეს ბრენდირებული ლაბორატორიები, რომელსაც თვითონ აფინანსებენ და გარდა იმისა, რომ აფინანსებენ სტაჟირება, პრაქტიკა და დასაქმება ამ კომპანიებში ჩვენი კურსდამთავრებულების არის გარანტირებული. შესაბამისად, მინდა მადლობა გადაუხადო თქვენი ერთ ქართულ ბიზნესს, იმიტომ რომ ისინი ძალიან აქტიურად შემოდიან პროფესიულ განათლებაში და ძალიან ნათლად გრძნობენ, რომ თუ ჩვენ ერთად ვერ ვიმუშავებთ, წარმატება იქნება რთული და ერთად როცა ვმუშაობ, დამერწმუნეთ, რომ ამ შემთხვევაში ჩვენ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვუქმნით იმ განცდას და იმის წინაპირობას, რომ თითოეული მათგანის კეთილდღეობაზე, თითოეული მათგანის კარიერულ წინსვლაზე, ფინანსურ მდგრადობაზე შეგვიძლია ძალიან ბევრი წარმატებული მაგალითი შევქმნათ. ამიტომ მე მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმით, რომ საქართველოს ერთსულოვნება ყოველთვის ზრუნავს იმაზე, რომ პროფესიული განათლების პოპულარიზაცია მოხდეს და ეს მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მათგანს, რომ მოვიდნენ და არეგისტრირდნენ ჩვენ მზადა ვართ როგორც გრძელვადიან, ასევე მოკლევადიან პროგრამებზე მათ შეუქმნათ კომფორტი.
აი მათ რაზეც ახლა საუბრობდით, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ თავისუფლად, რომ ეს პროგრამები არ არის გათვლილი მხოლოდ ადამიანების პირად გამოცდილებასა და კარიერაზე, მათ წარმატებებზე სამომავლოდ. ეს პროგრამა მოიცავს ასევე იმასაც, რომ განვითარდეს ქვეყანა შესაბამისად და წავიდეს წინ. პირდაპირ არის ამაზე დამოკიდებული, იმიტომ რომ ეკონომიკა ვერ განვითარდება. მე ესევე მინდა უთხრა მსმენელს, რომ სოფლის წამყვანი ეკონომიკის ქვეყნების მაჩვენებელი პროფესიული განათლებაში როგორი არის დაახლოებით 60-40 ან 50-50-ზე, ანუ აკადემიური განათლების და პროფესიული განათლების მსურველთა რაოდენობა წამყვანი ეკონომიკის ქვეყნებში სოფლიოში არის უპირატესი, ანუ დაახლოებით 60% არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის წამყვანი ეკონომიკის ქვეყნები, აზიური, ესე ვთქვათ, იგივე იაპონიის თუ ავიღებ, ჩინის თუ ავიღებ, ანუ სადაც დიდი ეკონომიკა არის და ისინი მუშაობენ ძალიან სერიოზულად, გაცილებით მეტი მსურველია პროცენტულად პროფესიული განათლების მიმართულებით და თოულად რეალურად ქმნის პროფესიული განათლების კურსდამთავრებულები. და მიღება როდენდეა, ვთქვათ, მიღება 20 მაისამდე, შესაბამისად 20 მაისის ჩათვლით შეუძლიათ ყველა მათგანს დარეგისტრირდნენ და ასევე მიმართავ ძალიან მოკლედ ვიტყვი შეშევენ პირებსა და სპეციალურ საჭიროებს საგანმანათლებლო პირებს, მათთვის არის უნაკლო პირობები ჩვენთან, უნივერსალურად ადაპტირებული გარემო, ამიტომ ვთხოვ, რომ მოვიდნენ ჩვენთან და ჩვენ დავეხმარებით არა მხოლოდ ინტეგრაციაში, არამედ წარმატებით დასრულებასა და შემდგომ წარმატებით დასაქმებაში. ძალიან დიდი დაინტერესებულ წარმატება და თქვენც ასევე წარმატება გისურვებთ. დაგემშვიდობებით, დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. სკოლის სპექტრის დირექტორი მათე ტაკიძე იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.